მიზე ხალხო პატარა ელიავაზე სასტიკი ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ისეთი ფასდაკლებებია ერთ-ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ეხლავე უნდა ადგენს და გამოიქცეთ. ყველაფერი იყიდება თავის ფასში თუ ვიტყვებოდე მე გამისხდეს ეხლა მიწა. ფასებს რო შემხედე მეც არ ვუჯერებდი ჩემ თავს. პირველი ამ ღუმელს ვეცი ვერ ავწიე და შემდეგ ცოტა პატარა ღუმელი ავიღე. ყველაფერს მოვკიდე ხელი რაც კი თვალში მომხვდა და რაც გამახსენდა რომ ჩემ ოჯახს აკლია. ფასზე არც ნერვიულობდი ვიცოდი რომ საბოლოო ჯამში ანგარიში ბევრი არ მოვიდოდა. თამამად ვზიდე, თამამად. ერთი მანქანა როგორ არ მყავს, ერთი მანქანის ფული როგორ ვერ გადავდი და შევაგროვე ხოლმე უბნებოდა ბებია ჩემი გადადე შვილო რა იცი რა შინაგშირდესო. გარეთ ესე ვაგროვებდი ნიფთებს და გამქონდა. აქ დანა დავინახე, ვიღაცისთვის მინდა. ისეთი გამწარებული ვარ ჩემგან ყველაფერია მოსალოდნელი. შემდეგ ეს დანებიც დავალაგე, შემოვედი და დავინახე სტანოკი. ამაზე ყველი ძეხვი ყველაფერი იჭრება, მაგრამ ეს მინდა ჩემი დამპალი მეზობლისთვის. ჩემ ცხოვრებაში ცხვირს რო ყოფენ ჩემი მეზობლები, მინდა ერთ დღესაც რო შემოყოფენ, ამ სტანოკზე გადავუჭრა ის დამპალი ნესტოები. აღარ ვიცოდი რა მექნა, ყველაფრის გატანა მინდოდა, დავხამდი, ავღორდი და გადავღორდი. ეს საუთოვებელიც წავიღე მის დღემში მატრასზე ვაუთოვებ ჩემ ტანსაცმელებს და მქონდეს. აბა ტეზიო, აბა ფეირიო, აბა აბეცეო, აბა აცედეო, აბა ბეცედეო და ყველაფერი გამოვზიდე. ბოლოს ყველაფერი შევაგროვე ერთად, მაგრამ არ ვიცოდი როგორ წამეღო. არც შემა ნაცნობებმა გამოიარეს და საბოლოო ჯამში ფეხით წავიღე სახლში ნელ-ნელა, ჯერ ერთი ნივთი, მერე მეორე ნივთი.